მოგესალმებით. თქვენ იმყოფებით საქართველოს უნივერსიტეტის ახალ YouTube არხზე, სადაც შეხვდებით უამრავ, ულამაზეს და კრეატიულ კონტენტს, წინასწარ არ დაგასპოილერებთ. დღეს კი თქვენ უყურებთ, როგორც ხედავთ, ქოროს და ჩვენ ვიმყოფებით ქოროს ქვიზის სტუდიაში. ესე იგი, რას მოიცავს ქოროს ქვიზი? დავსვამთ 25 ზოგად კითხვას და 2 მონაწილე აქედან და იქიდან დასწრებაზე დააჭერენ და გამცემენ სწორ პასუხს. თუ სწორ პასუხს გამცემენ, როგორც ხედავთ, ჩემს უკან არის მოთავსებული ულამაზესი დაფა და წაიწევენ 1 rampage-ით წინ. თუ გამცემენ არასწორ პასუხს, მაშინ დაისჯებიან და ჩამოვლენ უკან. საბოლოოდ, ვინც უფრო შორს იქნება, ის მიიღებს იმ თანხას, რაზეც იქნება გაჩერებული. ეხლა კი ნელ-ნელა გადავიდეთ დასაწყისზე და მინდა დასაწყისის დაწყებამდე შეგახსენოთ, რომ საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე მოწინავე კერძო უნივერსიტეტი. დიდი მადლობა, აპლოდისმენტები არ იყო საჭირო. დღეს კი ჩვენთან არიან პირველი კურსის სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტიდან. მალი არის გიორგი მახარაშვილი. გიორგი, სალამი, ძალიან სასიამოვნოა, რომ მოხვედი, რაზე სწავლობ, შეგიძლია გითხრა? რობოტექნოლოგია და ავტომატიზებული მართვისის დიდი მადლობა და ჩვენთან ერთად ასევე არის პრარაბი აჩი ცენტერაძე. აჩი, რატომ ჩააბარე საქართველოს უნივერსიტეტში და რა იქნება შენი დღევანდელი პრაქტიკა? დასწრებაზე თამაში თუ ქილჩოთებზე? დღეს ძალიან მარტივი გასაიანება მექნება, ჩემი აზრით, მოწინააღმდეგე იმდენად სუსტი მყავს. ნახავთ, ასე რომ შეგვიძლია დავიწყოთ, აღარ გავწევოთ. მე რომ წავაგო. ხო. არასდროს ვაგებ. ოხ, ჩემი საიდან ჩამოვარდა. კარგი, ბიჭებო, მზად ხართ ხომ მე მგონი? მოდი გავტესტოთ, აბა. კი ბატონო, აი ესე დააჭერთ და ვინც პირველი დააჭერთ, ის იქნებით. შეგიძლიათ 20 თუმანი. არა, არ შეიძლება, ნახე, აი აქ ხარ გაჩერებული და წაგწევ წინ. კარგი, მოიმზადე? თუ დააჭერ, სადაც დააჭერთ, იქ გავჩერდები. იქ გავჩერდები და კითხვას აღარ გავაგრძელებ. ილია, ვინ დაწერა კაცია ადამიანი? ილია ჭავჭავაძე. 20. რას ვიზავთ? პირველი კითხვა იყო ესეთი. და ყურადღებით უნდა იყო, რომ გასცეს სწორი პასუხი. კარგი, გადავედით მეორე კითხვაზე, როგორც ხედავ 20 ლარი აქვს უკვე აჩვენს. ადამიანის რომელ ორგანოზე იტყვიან ძვალი არ აქვსო? ენა და გიორგი მახარაშვილი. ენა გაქვს, შეზაკარგი ენა გაქვს. ხეს ნუმადებ, ბიჭო. ჩემი თავს დავარ. გავიგას რომელია ხმელეთის ყველაზე დიდი ცხოველი? მე მგონი აქეთ იყო პირველი ხმა, გისმენთ? სპილო, სწორი პასუხია და აჩი ცენტერაძე პრარაბი თბილისიდან. ბიჭო, დაწინაურდა 50 ლარზე ავიდა. ეს კითხვა სადაც დააჭერთ, გავჩერდები. აი, გავიგე. ქართულ მხატვრულ ფილმში ღორი რას სთავაზობენ ფულის მაგივრად გამტაცებულ? ეხა მე კაი, ქორო. რატო? რამდენი ლარი იყო? ვერ არის ისე თანხა შეჭემა და თანხაზე არ იყო ღორს. სწორი პასუხია, ანუ ბიჭო, მე რა დავარ. კითხვა იყო ესეთი. ქართულ ფილმში ღორი რას სთავაზობენ ფულის მაგივრად გამტაცებლებს ძებლის თავიდან დასახსნელად? ანუ მაინც არასწორად ღორს. აჩი საკმაოდ დაურდა. კარგი, შემდეგი შეკითხვა. მოიმზადე. დავай. პატარავ, თორე მოჩანჩალე. დიახ. რა არის თბილისის სატელეფონო? შენი ყავ. თბილისის სატელეფონო კოდი წინ ალბათ, ხო? არ ვიცი, ნამდვილად ვერ ხედავ. გისმენთ? 032. ეს არასწორი პასუხია. მოიცა, იმ შანსი ხო? აუ, რატო? შანსი ხომ აქვს რომ მე წინ დავიწიე ხა? არა. არანაირი შანსი არ გაქვს და პასუხი იყო 322. რა სამი? შეკითხვა რა იყო? რა არის თბილისის სატელეფონო ინდექსი? ნახე, მარტივ შეკითხვას გამოვუშვებ, ეხლა რომ შენ წინ წაიწიო. ძალიან ჩქარა დავიკითხე. რომელი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო? კანი. რა უქნა? დაუბრუნდა ნიშნულს, ისე ვაჩვი. კარგი. ნახარ, ეს შენ გეცოდი. სულ რამდენ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა საქართველოს საფეხბურთო? შანსი არა. იმენა 0 შანსი აქვს.
რა უფა ევროპის ჩემპიონატი? მე ხო შემილია მე. ევროპაზე ერთხელ ამის მერე მე შემილია. ერთ დააფიქსირე პასუხი. არა, არ შეგიძლია. დასაფიქსირებ. დააფიქსირე, ერთი თქვას, ქორო, თორე ძალიან. ქორო, დააფიქსიროს. 2. დააფიქსირებ. ან 3. დააფიქსირე ხა. 2. 3. 3 მივიღე. რა გავაკეთო? ბოლო წამს შეცვალა ეხლა. პირველად ვიყავი. კარგი იქნებოდა რომ დაგეტოვები და 2, იმიტომ რომ უფრო ახლოს იქნებოდი 1-თან, ეს არასწორი პასუხია და აი აქ ჩამოხვედი ჯერჯერობით შენს ადგილზე. კარგი. ნუ კითხვა რა იყო? სულ რამდენ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა? 1 იყო სწორი პასუხი. კარგი, ესეც შენ გეცოდინება მაშინ. ვის ეკუთვნის პირველი ქართული გოლი ევროპის ჩემპიონატზე? აიმე, მიქაუტაძე. ხო? მიქაუტაძე სახელი? ჟოქში. 150 ლარი. კარგი, მეგობრებო, 150 ლარამდე მიაღწია ჩვენ ვაჩუქეთ ფაქტობრივად 150 ლარი აჩვის. მაგრამ ეხლა უფრო გართულდება შეკითხვები. რა ფერია მზე? რატო ვიჩქარე? ესმენთ. რა ფერია მზე? ნუ ზოგადად. არ ვიცი, აი კითხვა მე გრძელდებოდა, რა ფერია მზე? ლა 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 ლა. ყვითელი. ეს დამაბრეველი შეკითხვა იყო. ალბათ ვიხდით და დაიხია უკან. წითელი. იმიტომ რომ არის თეთრი. რა, შეკითხვა. ზე არის თეთრი. გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. ეს מחარას ეცოდინება. აბა რა ფორმის იყო პირველი ფეხბურთის ბურთი? აბა, დამაბნეველი. შეხარ აქ. წოპიანი იგი პასუხი. როგორ? აი ზუსტად თუ მეტყვი. ყველა ასოს მნიშვნელობა აქვს. წოპიანი. წოპიანი. მივიღე, წოპიანი. ისე რას ფიქრობდი, მაინტერესებს. პირველი ბურთი? რვალი. აი, ჩამოხვიდოდი აქ. ჩამოვარდი პირველი ბურთი იყო რვალი. წოპიანი არასწორი პასუხია, გაგიკვირდებათ და ვინც წოპიანი დააფიქსირეთ. თქვენ შეგიძლიათ სხვათა შორის ვიდეოს ყურებისას დააპაუზოთ ვიდეო, ნუ იქ არხის გამოზერა დაეგენით თავისთავად და კითხვებს თქვენ თვითონ უპასუხოთ და დაგვიწეროთ კომენტარებში სწორად რამდენ კითხვას გაეცით პასუხი და მერე ვიქნებოთ ერთად. შემდეგი შეკითხვა. რომელია მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყანა? ბიჭო, გაჭედილი გაქვს თითი და ჭირი. ვატიკანი. მადლობა. არც მინდოდა პასუხის მოსმენა, გასაგები იყო, რომ სწორ პასუხს გასცა. გადავედით ახლა საშუალო კითხვებისკენ უფრო რა. ეს კითხვა შენთვის მქონდა და მახარ აი ხელით აღარ ვაჭერ, თავის დავაჭერ რა. აი, ეს დრო რას დამჭირდება? დაჭილი ხარ. არა, ეს დრო რას დამჭირდება? მართლა შეზღუდული ხარ. ხელს აღარ ვაჭერ. შეკითხვი, მაგრამ მართლა შეიზღუდა თავით აჭერ. ზრდასრული ადამიანის 60-65%-ს შეადგენს მე გავცემ პასუხს, თუ ვერ გასწამაში. წყალი. შენ რას ცემ პასუხს? შენ დაამთავრე კითხვა. ზრდასრული ადამიანის 60-65%-ს შეადგენს და წყალიო ამანდა. ხო და მე ხოლმე დავემთავრე კითხვა. წინაზე ხო ეგრე იყო. არა. დაგიმთავრე კითხვა. ნახე, ზრდასრული ადამიანის 60-65%-ს შეადგენს. აღარ არის მე რა, კაი, მოდი თავიდან. რა შეადგენს ადამიანის 60-65%-ს ზრდასრული ადამიანის ოღონდ? წყალი თქვა იმან. რაღა დარჩა თქვი? ბიჭო, ნახე იმან ხო გასცა პასუხი და არასწორია და შენ ასად. არასწორი არის? ხო. კითხვა არასწორია? ხო, ზრდასრული ადამიანის 60-65%-ს შეადგენს. მოიცა ეგ ახალი წესი შემო. ხორცი არის. ხორცი, ხო? წყალი იყო სწორი პასუხი, უბრალოდ მაინტერესებდა. რა სიდებილე. 200 ლარი აქვს უკვე აჩის, ახლოს ხართ. ეგრევე. მოკლეზე. ხო. აი, შემდეგი თავით აჭერ. ეგ ხელები უკვე. ერთ-ერთ ქვეყანაში, მოდი ეს ეკენი. ერთ-ერთ ქვეყანაში უცნაური ფესტივალი იმართება. სადაც ერთმანეთს გამოტოვებულია ერთი სიტყვა, უპირისპირდებიან და დღის ბოლოს ალბათ ქაბაბს გემრიელად ჩააწობ და შეჭამ. აი ეს გამოტოვებული. ხო. გაგიმეორებ, გამოტოვებული უნდა ჩასვაშენ. უმარტივესად. აბა რა.
საღო. მე არ ვარ არ მიკერძოლებული არის მე. დაძლეველი. პომიდორია სწორი ხო. პასუხი. ფესტივალია. კი ბატონო, სად არის ხოლმე ეგეც ხო არის მოუყევი მაყურებელს გააკეთე. ესპანეთში. ესპანეთში კი ბატონო. კარგი ბიჭი ხარ. აი ესე უკვე კარგია. ხო, რომ ხელები რო დაუბრუნო შეიძლება? არა. იამომის ტომებს აქვთ უცნაური ტრადიცია. როდესაც მათი ნათესავი გარდაიცვლება, ხდება მათი კრემაცია. ფერფლს კი ურევენ სპეციალურ გამოტოვებული სიტყვა. მოდი, არ დაგიჭერია. რომელი ტომია? რა ტომი თქვი? ერთი წამი, ვითომ არ დაგიჭერია და თავიდან წავიკითხე. ხო, რომ მეც აქ ვარ. ორი გამოტოვებული სიტყვა. ორი გამოტოვებული. იმას ყოფენ, მაგ ტომი, ქალებს და კაცებს ყოფენ, არა? ერთი წამი. იამომის ტომებს აქვთ უცნაური ტრადიცია, როდესაც მათი ნათესავი გარდაიცვლება, ხდება მათი კრემაცია, ანუ წვავენ. ფერფლს კი ურევენ სპეციალურ გამოტოვებული სიტყვა და გამოტოვებული სიტყვა, ასე მათ სჯერათ, რომ ისინი ყოველთვის მათ გვერდით იქნებიან. ანუ ფერფლს კი ურევენ სპეციალურ, შენ დაჭერილი გაქვს ახლა מחარ და შენ უნდა გასცე პასუხი. ჩამოვა კიდე იმ. სპეციალურ რაში შეიძლება ფერფლი რო შეურიონ და მე რა გააკეთონ რომ ეგონოთ რომ სულ მათთან იქნებიან. აი რა შეიძლება რომ გააკეთონ და აი რაში ის შეიძლება. ხო, რომ გვიყურებს ხალხი ვა, სერწმუნოა. ბიჭო, ის არის. ერთ-ერთი ტომი ყავს ხოლმე ქალებსა და კაცებად. მოიწევ. აი ქალებსა და კაცებად ყოფს ხოლმე ეგრე რა. ეგ მეგონა დაასრულე. ეგ არის. რადგან დაასრულე წყალში წვე სოკი კოკაკოლაში. კოკაკოლაში ურევენ. ჰა? სასმელში ხوارა. სასმელი არის პირველი კითხვა სასმელი და მე რა, საჭმელი. მათი ნაცნობ გარდაიცვლება. საჭმელი და ფერფლს კი ურევენ სპეციალურ სასმელში და რა შვებიან სასმელში რო ურევენ. სვავენ. იცის და რა გავაკეთო? ხო, რომ ვერაფერს ვერ იზავდი მეც. არა, რაც ეხლა სწორი პასუხია, ფერფლს კი ურევენ სპეციალურ სასმელში და სვამენ. ასე მათ ჯერათ, რომ ისინი ყოველთვის მათ გვერდით იქნებიან. საიდან იცოდე? ტყუილია თუ მართლა. ტრაგედიამდე ქალაქ პრიპიატის მოსახლეობა 1,5 მილიონს ადამიანს შეადგენდა. დასრულებული ამ ქონდა შეკითხვა რო იცოდე. ყოლია თუ მართალი რომ პრიპატის მოსახლეობა ხო და ეგ არის. ზიმე არ უთხრა. ლა 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 აი, გაიც ხუთი ლა. წამი. მაინც 50-50-ზე. კარგი, გისმენ, ტყუილია თუ რატო მართალი? არის 50-50-ზე? ტყუილია თუ მართალი? ტყვილი. აჩის გადავწევ 300-ზე. ბარა. სულ ცხოვრობდა პრიპიატში 50,000 ადამიანი, 1,5 მილიონი არასდროს არ ცხოვრობდა და 50,000 ცხოვრობდა სამწუხაროდ მე აღარ დარჩენ. ნამყოფია. מחარა. მოუყევი ხალხს რა ემოციები გამოსცადე პრიპიატში რო იყო. არავის ხმა არ იყო. ქართულ მითოლოგიაში რისი ღვთაება ოჩოკოჩი. თუ გეტყვით, რომ წიქარაში სავარცხელი ახლოსაა ამ ყველაფერთან. ჩალოც თავიდან გამიოდი რა გითხა. ციკარაში სავარცხელი. ქართულ მითოლოგიაში რისი ღვთაებაა ოჩოკოჩი. თუ გეტყვით, რომ წიქარაში სავარცხელი ახლოსაა ამ ყველაფერთან. სავარცხელი რო გადააგდო, აღიმართა ტყეღრე. ოჩოკოჩი ტყის ხო არა? არა. ხო, იმიტომ რომ ეგ ის არის. ბლეფია, ხო, რა თქვი რომ ბლეფია. არანაირი ბლეფი. ბრავო. გადავედით შემდეგ კითხვაზე, რომელსაც გონია, მართლა მგონია, რომ გიორგი მახარაშვილი გამოიცნობს. მოდი, აი ნახე, წაიკითხე შენ თვითონ. ირანის ავტობუსებში კონდუქტორი ზუსტად შუაში დგას. რა არის? აი რა არის? ქალები და კაცები. ნახე, წინასწარ რიძახდა. ბიჭო, სწორ იყურება პასუხს. ხო რო. ქალებს და კაცებს ყოფენ რა. არ იყურება. ირანში კონდუქტორი 150 გელა გაქვს უკვე. გილოცავ, გიო. არ დაგავიწყდეთ რომ კომენტარებში დაგვიწეროთ, ვინ გინდათ იხილოთ აქ. საიდან იცოდი ისე ეს ყველაფერი გიო, ნაკითხი ადამიანი ხარ. ირანში ავტობუსში მეტი არაფერი არ ხდება. შემდეგი შეკითხვა. გამეჭირა პოდიში. არა, გამეჭირა თუ. კარგი. ფლამინგო დაბადებისას ძირითადად ნაცრისფერია. შემდგომ კი იცვლის ფერს. ის ეგეთი მარტივია. აჩიმ დაასწრო და გილოცავ აჩიმ რო დაგასწრო. იმიტომ რომ კითხვის ერთი ხაზი და კიდე ნახევარი დარჩენილია. კაი, 5 წამში გაწმას ხო? არა, ერთი ვერსია მაქვს. 3, ვარდისფერი. ანუ გონიერო ფერი. ვარდისფერი, ეს რა თქმა უნდა,
არასწორი პასუხია. მე გაძლევ შანსს, რომ აი კითხვის დაუსრულებლად შენს დააფიქსირო პასუხი. ეს აჩი, რა თქმა უნდა, უკან წავა და შენც უკან წახვალ. თუ არასწორი გავიცი, არ მინდა მაგრამ. კარგი, მაშინ დავასრულებ კითხვას და ნახეთ რა იყო პასუხი. ფლამინგო დაბადებისას ძირითადად ნაცრისფერია, შემდგომ კი იცვლის ფერს. ის ხდება ვარდისფერი, თეთრი ან ნარინჯისფერი. რა განაპირობებს ამას? ეს იყო კითხვა. ამინდი? არა. აბა, რომელი მასია? საკვები. მართლა? ეგრე რო იკვებება. შემდეგ კითხვა. რომელ წელს დაარსდა საქართველოს უნივერსიტეტი? მე ველოდი, რომელიმე თქვენგანი ვინც დააჭერდა, მიბანიშნებდი, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვაა ეს ჩვენი არქივისთვის, არ დაგავიწყდეთ გამოწერა. და მე მგონია, რომ ამ წელს უნდა გამოვაკლო 21 თუ რა გონია? ეგ მინიშნებ, ქორო. ქორო. 3 წელია? ამ წელს ეხლა წელი ანუ მინიშნებ არ არის, ეგ არის თქვა პასუხი. 3? ეხლა 25 წელი ხო არის? ხო, გადავამოწო წამოწო, ხო? მე რამდენი გითხარი? 21. ანდოე იტრიალი. 5 წელი ალბათ? აი, 5 წელი და 1 2 3 4 5 5 წელი. 2.5-ო. არასწორი პასუხია. 2.4 ხო? 2004-ია. მათება ვერ გამოვაკლა. ეს კითხვა რავი, აჩი, რომ შენ რო არ გამოიცნო. ქართულ ხალხურ ნაწარმოებში თხა და ვენახი რამ შეჭამა მიწა? 1 რამ შეჭამა 2 რამ შეჭამა მიწა? 1 2 3 ხა, მიწა ხა. რა სიტყოდი შენ? ჟანგ. ჟანგ. მიწამ ჭამა თოფი. მიწამ ჭამა თოფი ჭამა ჟანგი. ჟანგმა. ქართულ ხალხურ ნაწარმოებში თხა და ვენახი რამ შეჭამა მიწა? ისე რას აფიქსირებდი? არ მოხსოვს. ნახე, ვითომ ხო მარტივი კითხვა? ჟანგმა ჭამა მიწა. სულ გავიწყე. რატო ჩამოვწე? ხელს რატო კიდე? თაგმა ჭამა მიწა. აკითხვა? თოგმა თაგმა წამა. თოგმა მგელი. თაგმა წამა. თაგმა. მიწა. შეიძლება. აი, ძველი ცოდნაა ძალიან, ვერ გავიხსენ. აჩი, საკმაოდ გაჭრილია და მინდა გამოგაფხიზლო. საშუალოდ ცხოვრების განმავლობაში ქალი ამ რაღაცას 1 კილოგრამს ჭამს. აუ, ვიცი. პომადა. მაგას ვაპირებდი. ალბათ ეგ. ეს იცოდით თუ? არა, ლოგიკურია. კი ბატონო, სწორი პასუხი იყო და გიორგი ისევ წამოეწია არჩილს და შანსები გაუჩნდა დასასრულებლად. პასუხებზე რა ხვდები ვიღაცები. კი. ზრდასრულები ამას დღეში 15-ჯერ ვაკეთებთ, ხოლო ბავშვები დღეში 400-ჯერ. კითხვას გავიმეორებ, პასუხს არ გამცემ, უკან ჩაგცემ. ზრდასრულები ამას დღეში 15-ჯერ ვაკეთებთ. ხოლო ბავშვები 400-ჯერ. აუ, ვიცი. აუ, ვიცი. 1 2 3 დედა. რა დედა? დედასთან ახლოს ყოფილი. მე ვიცი, მე ვერ არ ჩამოთვლი, ხო? არ ჩაგიხვი, მაგრამ შეგიძლია. კაი მინიშნება იყო. კაი მინიშნება იყო, ხო? შენ ვერ მიხვდი. კაი, დაწია უკან სიცილი. დედამიწაზე ეს 3 ტრილიონზე მეტია. აჩი პირველი იყავი? თქვა, მართლა ჩამოთვლი? არა. 3 ტრილიონი რამდენია, იცით? ბატონო გიორგი. 3 ტრილიონი არის 3 მილიარდზე ბევრად მეტი. ადამიანი არის. ადამიანი გამოვიწყოთ. მოდი გამოვიწყოთ. ადამიანი გამოვიწყოთ, ხე გამოვიწყოთ. ხეც გამოვიწყო? არა, მე რა ვიცი, თქვენ არ ვრიცხავთ? არა. კარგი, მაშინ დამიფიქსირებ. რო იწურება. სადო დედამიწაზე, დიახ, ხო? 5 4 3 2 ხე ალბათ. შეურაცხადია. ხე სწორი პასუხია და 100 ლარზე აიწია ისევ გიორგი მახარაშვილმა და დაასრულეთ ჩინგის ხანის ცნობილი ფრაზა. გეშინია? ნუ გააკეთე. აკეთებ? ნუ გეშინია. გააკეთე? თავიდან გამიმეორე. და ანუ რო გავიმეორებ, ეგრევე მეტყვი არა, ბოლოს. ნუ ერთი ორი წამი მომეცი რა. კარგი. გეშინია? ნუ გააკეთებ.
აკეთებ? ნუ გეშინია. გააკეთე? შეიგე. ერთსა მოისა. თავი! აზრი აღარ არის. რა აზრი აქვს თავიდან გამეორე? თავიდან მიმეორებ და ეგრევე პასუხს ვცემ. გეშინია? ნუ გააკეთე. აკეთებ? ნუ გეშინია. გააკეთე? ახე პირზე რო გეყურებინა ახლა. ერთსა თავიდან. არა, ვერ გავიგე, შენ მითხარ დაბალ დაიხედო, დაბლა. გონება მერეოდა, თავიდან მითხარ. ბოლოჯერ კითხულობ და გადიხარ იქითა ოთახში. გეშინია? ნუ გააკეთებ. აკეთებ. ნუ გეშინია. გააკეთე? ნუ ნერვიულო. ნუ ნერვიულო, არა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას აზრი მაინც აღარ ქონდა, იმიტომ რომ აჩი საკმაოდ წინ იყო და სულ რომ აქ ჩამოსულიყო გევორგ მახარაშვილი ვერაფერს ვერ იზავდა. ამიტომ დარჩა ზემოთ. მაგორასლავს ხო რაც უნდა უკან. და თქვენ აუცილებლად კომენტარებში უნდა დაგვიწეროთ რა იყო ამ ბოლო კითხვის სწორი პასუხი. აჩის კი ულოცავთ 200 ლარი გადაეცემა რეკორდული თანხა ამ გადაცემაში, რომელიც ჯერ არ გათამაშებულა არასდროს. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და აუცილებლად დაგვიწერეთ ვინ გინდათ რომ მოვიწვიოთ შემდეგ გადაცემაში. ჩაწყობით ვერავის ვერ მოვიყვან, აჩი გისმენ. შემდეგ გადაცემაში იტყვი პასუხს. შემდეგ გადაცემაში ვიტყვით პასუხს. ვინც კომენტარებში დაწერს სწორ სწორ პასუხს. მარტო ტელევიზია და მაგიტომ პასუხს ვერ ამიღებ. სელფს ჩავუგდებ ესე. აი ესე, აი. პასუხი რა? დაახლოებით. დიდი მადლობა ვინც გვიყურეთ. გემშვიდობებით.